პირველი იანვრიდან თამბაქოზე, მსუბუქ ავტომობილებზე, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს? სიგარეტს არ ვეწევი, გინდა 100 ლარი იქნეს. ძალიან ცუდი, აი ცუდი. მე აქ არ ვცხოვრობ, თბილისში ვცხოვრობ და ეგებიცებით ძალიან მეწოდება აქაური ხალხი. თუ ძალიან სიძვირეა. თავისთავად იმოქმედებს ხალხზე. ცუდია რომ მოიმატა. მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანას რამე ეშველება, რა ვქნა ახლა მოიმატა, მაგრამ სიამოვნებაში ხალხი ისე ღარიბია, რომ ამას ვერ გაუძლებს ალბათ. სიგარეტს რო ვერ იყიდი და საწვავს რო ვერ ჩაასხამ, დადებითი რა არის აქ და კარგი. არ არის კარგი რომ მოემატა ასე ფასები. ეს ხალხს დააწევა და ჩვენ დავზარალდებით, რა თქმა უნდა, მყიდველი. აღდათ სიმართლე რო გითხრათ, ესეთი რაღაცა არ არის კარგი. არ არის მიზანსაწონილი, მაგრამ ჩვენ რას გავხდებით? იმას გავხდებით, რომ ყველამ ერთად აუდგეთ, მოვითხოვოთ, რომ ასეთი რაღაცა მაინც შევამციროთ და ხალხის საკეთებლად ვიზრუნოთ. ეგ არის ყველაზე კარგი. ხალხმა თუ გადაწყვიტა, ყველაფერი კარგად იქნება. არ ყოფილია შეფასება, რა თქმა უნდა. 31-ში იყო ის გაზი, მანქანაც ჩასადენი 30 თეთრი და მანეთ ნახევარი დამხდა პირველს. ცუდად შევაფასებ, სულ ყველაფერს მოემატა ფასი. გაჭირდა ცხოვრება. და ახლა სიგარეტი კიდე მოემატოს ჯობია და რომ მიატოვოს ყველამ. სიგარეტებზე კი ეს არის კარგი ღონისძიება, მაგრამ მანქანებზე ბენზინის მომატება და საერთოდ აქციზებზე ეს არ არის ჯერჯერობით კარგი.